ქრისტი, შენთვის მოამზადეთ 9 საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელი. აქედან ერთი ჩავიფიქრე და ახლა 4 კითხვით უნდა გამოიცნო, რომელი ფეხბურთელი ჩავიფიქრე მე. 4? ხო იცი რომ ფეხბურთში ნიჭი არ მაგდა ნიჭი არ გაქვს ქრისტი, მაგრამ შენებურად ქალური კითხვები შეგიძლია დასვა და გამოიცნო, ვინ ჩავიფიქრე. ფეხბურთელი რომელიც შენ ჩაიფიქრე, მე ვიცი ვინ არის? ეგ რანაირი კითხვაა ქრისტი, რა ვიცი შენ იცი თუ არა. ანუ ზოგადად ხო იცი მე რომელი ფეხბურთელებს ვცნობ? კარგი ხო ვიცი და ეგ ფეხბურთელია, რომელსაც ვცნობ კი. აქედან გამოვრიცხავ ზედა მარჯვენას, ქვედა მარჯვენას, მარცხენას შუაში, კვარაცხელიას ქვევით რომელიც არის. ანუ მეცნობა, სახეზე მეცნობა ხალხო, მაგრამ უბრალოდ სახელი არ ვიცი. ღმერთო. კვარაცხელიას გვერდით რომელიც დგას, ეგეც არ ვიცი. ანუ სახელი არ ვიცი ხალხო, თორე ისე ვიზუალურად ვიცი ვინც არის. თუნი კაპიტანია თუ არ ვწდები. ფეხბურთელი რომელიც შენ ჩაიფიქრე, გიორგი, ჩვენი ასაკის არის? ან ჩვენზე პატარა ცოტათი დიდი? სავარაუდოდ ჩვენზე ოდნავ პატარა. ანუ ბუდუზივზივაძე გამოირიცხა. ალბათ გამოირიცხა ქრისტე. არ ვიცი ზუსტი ასაკი, მაგრამ სავარაუდოდ ფიქრობ რომ ჩემზე დიდიან? კარგი, ბუდუზივზივაძე გამოირიცხა, კი ბატონო. შესაბამისად დაგვრჩა 4 ფეხბურთელი, კი ბატონო. და მეორე კითხვა. კომენტარებში დაწერეთ რამდენი წლის არის ბუდუზივზივაძე. კაი, მოდი ესეთ კითხვას დაგისმევ. ფეხბურთელი რომელიც შენ ჩაიფიქრე, ჩემი კლასელი იყო? არა, ქრისტი, შენი კლასელი არ იყო. თუ ჯაკვეტაძის გულისხმობ, შენი კლასელი არ იყო. ამ 3-დან რომელს აირჩევდი ხა შენ? ზედმეტად რთულად ნუ მიდიხარ, ქრისტი. ფეხბურთელი რომელიც შენ აირჩიე, მთელი სოფლიო იცნობს მაგას და ყველას უყვარს? სოთ შორის კი. კაი, ჩემი საბოლოო პასუხი არის მიქაუტაძე. და შენ დამარცხდი ქრისტი, იმიტომ რომ რატო? პასუხი არის კვარაცხელი. ანუ წესით გიორგი მიქაუტაძე უნდა აგირჩევი და კვარაცხელია რომ მე თქვა, ანუ წავაგებდი. წესით კი ქრისტი, მაგრამ სპეციალურად ძალიან პარტივი ავირჩიე, რომელსაც ძალიან კარგად იცნობ ასე ვთქვათ და ავირჩიე სპეციალურად კვარაცხელია.